გადაწყვეტილება მიღებულია გონიოს ციხის ტერიტორიაზე ეკლესიის აგების ნაცვლად წმინდა მატათას სიმბოლური საფლავი კეთილმოეწყობა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საკითხი დახურულად გამოაცხადა. სასულიერო პირებისა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს პოზიციები რუსუდან აბაშიძემ მოისმინა. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის თხოვნაზე გონიოში წმინდა მატათას სიმბოლურ საფლავზე ეკლესია აშენებული იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ეკლესიის აშენების საკითხი აღარ განიხილება და წმინდანისადმი პატივისცემა სააგენტო საფლავის კეთილმოწყობით გამოხატავს. ეს გადაწყვეტილება როგორც სააგენტოში ამბობენ, პატრიარქთან შეთანხმებით მიიღეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შედგა შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან და პატრიარქის ლოცვა კურთხევით სააგენტომ დაგეგმა კეთილმოწყობის სამუშაოები, უკვე გამოცხადდა კონკურსი პროექტირებაზე. უახლოეს დღეებში დასრულდება საფლავის კეთილმოწყობის საპროექტო სამუშაოები. გონიოს ტერიტორიაზე ეკლესიის აგების თხოვნით საპატრიარქომ სააგენტოს ბოლო 8 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მიმართა. სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ქრისტიანული ისტორიის გამორჩეული მოღვაწის სახელი სათანადოდ დაფასებული არ არის. ამის გამო სინანული მამა სერგიმ დღეს გონიოში წმინდანის სიმბოლურ საფლავზე ჩატარებულ სადღესასწაულო პარაკლისზეც გამოთქვა. არიან მართლმადიდებლური ქვეყნები, სადაც არის მოციქულის ნაწილები და მათ სახელზე დიდი ტაძრები აგებული და ჩვენ საერთოდ საფლავი გვაქვს, მოციქულის საფლავი გვაქვს და სირცხვილიც არის, რომ მოციქულმა, რომელმაც ჩვენი კუთხე გააქრისტიანა, აქედან დაიწყო საქართველოს ქრისტიანობის შემოდინება, სირცხვილიც არის, რომ აქ ტაძარი არ იდგეს მის სახელობის. ყოველგვარი მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან არქეოლოგები. ციხის ტერიტორიაზე ისინი ბიზანტიო, რომაულ და ოსმალური პერიოდის კულტურულ ფენას გამოყოფენ და მიიჩნევენ, რომ ყოველგვარი მიწისქვეშა სამუშაოების დაწყება ისტორიული მემკვიდრეობის განადგურების ტოლფასი იქნება. მესამე საუკუნის ჩათვლით რომაელები სასტიკად დევნიდნენ ქრისტიანებს და მით უმეტეს მოციქულებს. გამორიცხულია, რომ დაესაბლებოდ მათი იდეოლოგიური მტერი. არქეოლოგი ევზარ კახიძე თავის პოზიციას ისტორიული წყაროებით ამყარებს და ემხრობა ვერსიას, რომლის მიხედვითაც ქრისტიანი წმინდანი წარმართული პერიოდის რომაულ ციხესიმაგრეში დაკრძალული ვერ იქნებოდა. საბოლოო გასასვენებლის ყველაზე სარწმუნო ვერსია ისტორიკოსისთვის იერუსალიმი, გერმანია ან ჩრდილო შავიზღვისპირეთის რომელიმე ქალაქია. არის დოროთეოს ტვირელის მე-4 საუკუნის საეკლესიო მოღვაწის ცნობა, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ მატათა აწამეს სებასტოპოლისთან, ანუ დღევანდელ სოხუმთან, ახლოს მზის ტაძარში. ეს არის პირდაპირი წყარო, რომელიც მითითებს, რომ მატათა თუ საქართველოში არის დაკრძალულია სოხუმთან ახლოს და არის სხვა მრავალი ვერსია და ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ის საერთოდ იერუსალიმშია დაკრძალული. ქართულმა ეკლესიამ მე-4 საუკუნის ავტორის სტეფანე კვიპროსელის ვერსია ერწყმუნა, რომლის მიხედვითაც წმინდა მატათამ ანდრია პირველწოდებულთან და სვიმონ კანანელთან ერთად კოლხეთში ქრისტიანობა იქადაგა და აფსაროში აღესრულა. წლები ამ რევლი წმინდა მატათას საფლავზე მისი ხსენების დღეს ბათუმიდან გონიოს ციხეში ფეხით მსვლელობას აწყობს. ადაერთხელ ყოფილვარ ამ მსვლელობაზე, მატათობაზე, ყველას მიულოცავ, ყველას, ვისაც წამს დაჯერა, მას უწევია გადარჩენა. ყოველ წელიწადს 22 აგვისტოს მოვდივართ მისი ხსოვნის პატივსაცემად, მისი სახლის სადიდებლად და ქრისტეს სადიდებლად, რომ თაყვანისცეთ მის საფლავს და მოვილოცოთ, პარაკლისი გადავიხადოთ და ვილოცოთ. გონიოს ციხის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფენა რომ არ დააზიანდეს და წმინდანის სახელით შესაბამისად დაფასდეს, გონიოს ციხეში 6 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე მცირე ზომის ხის ნიშა მოეწყობა. პროექტის მომზადება და სამუშაოების დასრულება წლის ბოლოს იგეგმება.